ეს იცოდეთ რომ გაანადგურებს ეს ჩემი აქიდან ეს ამის შეფასებით გაითვალისწინებით გაძავება გაანადგურებს საქართველოს ისტორიული აი ქართული დიასპორას რომელიც ცხოვრობს თურქეთში და ირანში და აზერბაიჯანში აი ეს იმის შედეგს მოიტანს აღარ დარჩება იმიტომ ამას რომ დაინახავს ჩვენი ხალხი რომ ასეთი საქმის გამკეთებელი ჩვენი უფლებებისთვის წლების განმავლობაში რომ ბრძოლოდა ასეთი აი რამდენჯერ იმაში თბილისში იუსტიციის სახლის წინ ფერებნელების აი აქციები იყო დავანებოთ მოქალაქეობას უკვე ბინადრობას არაზნევენ და ქთამს ითხოვენ 10,000 ლარებს რო ტელეფონები აი როიმაშველი ეს ფაქტია ამან უნდა გაითვალისწინოს თორემ რა ვიცი კატასტროფა მე ის ადამიანი ვარ რომ არ არის რომ არ შევძლებ ნამდვილი არ არის არ ვიკადრებ იმას დაწერილ აი მეუბნე 2023 წლამდე არ იყო მაგნა ის საფრთხე მე არ ხედავდი რა მესაფრთხე 2023-ში რომ მოვიდა ერთი წელი გავიდა თითქოს რომ აი რა იქნებოდა ეს იქნებოდა ალბათ მოგონებული ბრალდებით აი სხვა რამეს ვერ ხედავდნენ ემუქრებოდა ეს ჩემი მეგობარსაც შეტყობინები ტელეფონით ვიცი ვის არის აი მუსა ისკენდერი ვისაც ჩვენებული არის ჩემნაირი ემუქრებოდნენ და მე ამათთან ოფისთან იმასთან რომ მეგობრობდი აი ალბათ ჩემი თავის რომ დაინახეს ჩამიშნეს ეს არის ეხლა აქედან გამომდინარე სულ სამიზნეში რომ ვიყავი ასე შეკერნის საქმის უნდა ჩამიმდოსნა ხომ ვერ იტყვის რომ თქვას რომ ქართველი სეპარატისტი და ქართული მოღვაწეობის ჩავამდიო აი მე ვაფეთქდება თუ მე ხანგრძლივი დაჟინები ცოტა კაცრიები აი უფრო კონკრეტული აი საქართველოსკენ ქართული ეროვნული იდენტობისკენ აი მშობლიური ერისკენ აი მოქალაქეობისკენ საქართველოს დაახლოებაზე რომ ის მაშვები უფრო ფართო მასშტაბიანი ის რომ აქ სოციალური ქსელების ხალხთან ის რომ დღე უფრო აი მე სამიზნეში დავხდი იყო მუხარები აი მე ამას ყოველთვის ველოდებოდი საიდან ველოდებოდი აი ეს არის ჩემი პირველი ისე მტკიცებულება საიდან გამოვიგენ შენ ვიღაცა 40 წელი თურქეთში აი ქართული ქართული კულტურის იდენტობის იმაზე თუ მოღვაწეობს აი ასეთი საფრთხე ეს არის ახმედ მელაშვილი ჩვენი საზოგადოების თურქეთის ქართველების ერთ-ერთი ბელადი ჩვენებურების ისე 1968 წელში საქართველოს წიგნი რო ის გამოსცა დააპატიმრეს ციხეში ჩააგდეს ააგზავნეს ექცი შემდეგში კი აი შეცვალა რაღაცეება გამოშვეს მაგრამ მოკლედ კეთვით აი 1980 წელში აი თურქეთის სახელმწიფო ეს ეგრეთ წოდებული მუხლგელების ეს ულტრანაციონალური ჯგუფების გამოყენებით სახლის წინ ჩაცვლილა ეს ადამიანი ეს ჩვენ ყველა ვიცით აი ის მოწმეებიდან ისტორიკოსი გუბაკუდოვი ამ თემაზე ისაუბრებოდა აი ეს თემა ეხებოდა რომ აი ასეთი საფრთხეა ეხლა მე ამ ბელადის ჩემი ბელადის აი ქართული საქმის 40 წელია განუწყვეტლად აი მე თუ მეკითხები ძალიან წარმატებით აი შემსრულებელი გამგებლები ვარ ზოგიერთი გულახდი ჩემი მეგობრები შენ დღევანდელი თანამედროვე მელაშვილი ხარ რომ რამდენჯერმე არჩევზე ნახმამი არის ახლა ეს არჩევისა ამას მე სულ ველოდებოდი მე დავიფიქრდი ვიცოდი რომ ნამდვილი ვიზიტი იყო ერთი წელიწადი მე ისინი ვიფიქრე რომ რა იქნება მე იქ გადავდივარ მე მთელი ცხოვრებაში გასამართლებული არ ვიყავი კანონმორჩილი ადამიანი ვარ იურისტი ვარ რა იყო ისეთი და რა არის მიზეზი ვიფიქრე მე თანდათან დროში აი ახლა ნახეთ ბათუმში თურქეთის საკონსულო ყველა თითქოს თურქეთის მოქალაქეს აფრთხილებს 2015 წელში ეს ეგრეთ წოდებული სამხედრო გადატრიალების ცდილების იმაზე ფეთულlah გულების თემიმა რომ გამოიქცა თურქეთში აი თავიო შეაფარა აი თავშესაფარი მიცებული აქვს საქართველოს ეგ ადამიანებს ეხლა ისაც საინტერესოა კი ბატონო მე იმათთან აი კი მესალმებული მე ასეთი მიდგომის ადამიანი არანაირი მე მაგნაირი სექტებთან დაწყდა თანამედროვე დემოკრატიული აი ინტელექტუალური ადამიანი კატეგორიულად ჩემი ცხოვრებაში არ ქონდა წევრი არა თუმცა
მე ასეთი ისაც ვარ გაგების ადამიანი, რომ ვერანაირი არც ერთი სახელმწიფო ვერ შემოძღუდავს მე ვისთან უნდა ვიმედგრა ჩვეულებრივად გამარჯობა პროფესიული და მეგობრული საქმიანობით ურთიერთობა დავიკავო.